რვამაისის საღამოს კათოლიკურმა სამყარომ 267, თუმცა ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპი გაიცნო. 69 წლის რობერტ ფრანსის პრევო და ახლა უკვე ლეო მე-14 კონკლავმა მეოთხე კენჭისყრაზე აირჩია. ვატიკანის თავზე თეთრი კვამლის გამოჩენიდან 45 წუთში პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა. მშვიდობა თქვენ და ყოველთა, ჩვენ ყველანი ღვთის ხელში ვართ და ამავდროულად შიშის გარეშე გავერთიანდეთ ხელჩაკიდებულები, ღმერთთან და ერთმანეთთან წინ წავიდეთ. მსოფლიოს თქვენი სინათლე სჭირდება, დაგვეხმარეთ ერთმანეთს დავეხმაროთ ხიდების აშენებაში, დიალოგის შეხვედრების გზით ხიდების აშენებაში. ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ, ყოველთვის მშვიდობიანად ვიცხოვროთ, ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული ეკლესია, რომელიც მშვიდობის გზაზე დადის, ეძებს ქველმოქმედებას, ყოველთვის ცდილობს იყოს ახლოს განსაკუთრებით მათთან, ვინც იტანჯება. მიდე თქვენთან ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთელი ეკლესიისთვის და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში. რობერტ პრევო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ჩიკაგოში 1955 წელს დაიბადა. ის იტალიური, ესპანური და ფრანგული ფესვების მქონე ოჯახში იზრდებოდა. მისი ძმა იხსენებს, რომ იგი მღვდლის როლს ხშირად ირგებდა. ერთხელ კი მეზობელმა 6 წლის რობერტს რომის პაპობაც კი უწინასწარ მეტყველა. I think he will be a second Pope Francis. ფიქრობის მეორე პაპი ფრანცისკე იქნება, მას ყოველთვის აღელვებდა გაჭირვებული ხალხის ბედი, რომელთაც ხმის უფლება არასოდეს ჰქონდათ. ის ამ მიმართულებით წავა. სწორედ ასე ვხედავ მას. იგი არც ულტრამემარცხენე და არც ულტრამემარჯვენე არ იქნება. 70-იან წლებში რობერტი ავგუსტინელების ორდენის წევრი გახდა. მოგვიანებით მღვდლად კურთხევის შემდეგ საცხოვრებლად პერუში გადავიდა. დაახლოებით 20 წელი მან სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში იმსახურა. როგორც მისიონერი ის ასწავლიდა, მუშაობდა ახალგაზრდებთან და ღარიბებს ეხმარებოდა. სასულიერო გარჯა კი 2015 წელს დაუფასდა, როდესაც ქალაქ ჩიკლაიოს ეპისკოპოსი გახდა. ის ყოველთვის ჩვენთან იყო, ადგილობრივებზე ზრუნავდა. მუდმივად მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის ეკენ მოგვიწოდებდა. 2 წლის წინ მის საეკლესიო ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. პაპმა ფრანცისკემ რობერტი კარდინალად აკურთხა. 2025 წელს ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურეს და რომის პროვინციაში ალბანოს ეპარქიაში გაანწესეს. ლეო მე-14 პირველი ავგუსტინელი პაპია. თეოლოგები მას ზომიერ რეფორმატორად და წინამორბედის კურსის გამტარებლად მიიჩნევენ.